განუყურებთ კურიერს 9 საათზე მუცოს რეაბილიტაცია 3 წელიწადში უნდა დასრულდეს ისტორიულ ძეგლზე სამუშაოები ტრადიციული ხევსურული ტექნიკით მიმდინარეობს და რესტავრატორები ძირითადად ფიქალს იყენებენ შუა საუკუნეების ძეგლთან ერთად მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მოხდება. მუცოს ციხესიმაგრის შემდეგ გაიხსნება ნაკრძალიც, რომელიც მაღალმთიან ხევსურეთს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ისტორიული ციხე-ქალაქის აღდგენის პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. განადგურების პირას მყოფი მუცოსთვის პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით ტარდება. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია ტრადიციული მასალით, ფიქალის მასიური ქვებით მიმდინარეობს. მუცოს რთული გეოგრაფიული მდგომარეობისა და კლიმატის გამო გართულებულ სამუშაოებს ადგილობრივები ასრულებენ. ციხესიმაგრის რესტავრაციის პროცესში ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებსაც ხევსურეთის ამ ღირსშესანიშნაობის აღდგენის სურვილი დიდი ხანია ჰქონდათ. უძველესი შუა საუკუნეების ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები უწევენ. ადგილობრივები მუშაობდა შესაბამისად არ გვეძნელება მაინც თამაინც. ასე ხდება, რომ ისევ ძველი სახე შეინარჩუნოს. მუცოს 5 წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად ადგილზე დასაქმებულებისთვის და ექსპერტებისთვის ყოფითი პირობები მოწესრიგდა. აშენდა საცხოვრებელი კოტეჯები და მოეწყო ინფრასტრუქტურა. საბაგირო გზა არის მოწყობილი მუშებისთვის და ბრიგადებისთვის, სახლები აშენებული, დასუფთავებულია უკვე ქუჩები, წელს გრძელდება კრიტიკული სახლების დაშლა. შუა საუკუნეების ძეგლის რესტავრაციის პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული ციხე-კოშკები დაათვალიერა და მუცოს აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანამ სანამ აქ ზამთრის მკაცრიას თუ პირობები მოგცემ საშუალებას, ჩვენ მოვასწრებთ პირველი სამუშაოების დასრულებას. ჩვენ ყავს მოწვეული საუკეთესო სპეციალისტები იმისაც, რომ ის პირვანდელი სახე შემოუნახოთ ჩვენს მომავალთაობას. მუცო არის არ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ეს თამამად შეიძლება ითქვას, ეს არის მთელი მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილი. 100 ადგილები მსოფლიოში სულ რამოდენიმე შეიძლება იყოს მონახული. ასე რომ იმაჩნია, რომ მუცოს აღდგენით სრული რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდება 3 წელიწადში, ჩვენ შევქმნით უნიკალურ ტურისტულ ადგილს. მუცო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მარგალიტი იქნება, რაც ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს. პრემიერ-მინისტრი მუცოში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახშიც იმყოფებოდა. ნუგზარ დაიაური ციხე-ქალაქში ბოლო 3 წელია ცხოვრობს. აქ რომელი ამოდიოდნენ, მეუნებდნენ აქ როგორ უნდა იცხოვრონ. ის მაგერო დასხოვდა. აი ამოვიდნენ და პირიქით. მნიშვნელოვანი მუცოს აღდგენა და მნიშვნელოვანია ჩემი სოფლილების დაბრუნება. მუცოს გადარჩენის პარალელურად მთავრობის ინიციატივით აქვე ჰესის მშენებლობა და სატელეფონო ანძების დაყენებაც იგეგმება. ციხე-ქალაქში მუზეუმ-ნაკრძალის ამოქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სისტემაში გაერთიანდება. მუცოს რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 700.000 ლარი. დანარჩენი თანხები კი განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისად განისაზღვრება.